დღეს ვისაუბრებ თუ როგორ უნდა მიიღოთ კარგი გამოცდილება მეიქაპ არტში. თუ თქვენთვის საინტერესოა ეს საკითხი, დარჩი ვიდეო. სანამ ჩაეწერებით, აუცილებლად კარგად გამოიკვლეთ თქვენთვის სასურველი სპეციალისტი, რადგან ყველა მეიქაპ არტისტს აქვს თავისი ხელწერა. დააკვირდით შეგესაბამებათ თუ არა მისი სტილი, მოგწონთ თუ არა მისი ნამუშევარი და იმ დღეს როგორ შეეწყობა თქვენი ენერგეტიკა. ჩემი აზრით, ჯერ მიდით და გაიცანით. გადაწყვიტეთ, როგორ გინდათ რომ გამოიყურებოდეთ, ბუნებრივად, თვალშისაცემად თუ უფრო მეტად გამომწვევად. გაუზიარეთ ეს ყველაფერი მეიქაპ არტისტს. ერთად გადაწყვიტეთ, ან მთლიანად მოგვანდეთ ჩვენ. გვითხარით თქვენი ყველა სურვილი, რა გიყვართ, რა არ გიყვართ, ან რაიმე პრობლემა ხომ არა გაქვთ კანზე, სიმშრალე, ცხიმიანობა, ან თუნდაც რომელიმე პროდუქტზე ხომ არა გაქვთ ალერგია. ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გითხრათ წინასწარ, ვინაიდან იმ დღისით რაიმე სურპრიზს არ შევხვდეთ. და დადგა მაკიაჟის გაკეთების დღეც. მაკიაჟი გაკეთდა და უკვე დასასრულს უახლოვდება, თუმცა თქვენ რაღაცა დეტალი მაინც არ მოგწონთ. ეს მაშინვე უნდა გვითხრათ, რომ ეს პრობლემა აღმოვფროთ და თქვენს კმაყოფილი დარჩეთ. თუ არის ადგილი, რომელიც არ მოგწონთ, მისი ფერი შევცვალოთ, უფრო მეტი ფერმარილი დავამატოთ, ან ტუჩსაცხი ავაბრთღვიალოთ. თქვენ როგორც გინდათ, ისე უნდა იყოს, რადგან ეს ზუსტად თქვენი დღეა. აუცილებლად რაც მოგწონთ ან არ მოგწონთ, უნდა გაგვიზიაროთ. კომუნიკაცია არის ყველაფერი. პირველ რიგში გაგვიცანით, გადაწყვიტეთ და იმ დღისით ბედნიერი დატოვეთ ჩვენი კარი. მე ვარ სოფია, მეიქაპ